ვემზადებით ორსულობისთვის. ქალი ძალიან განვითარებული გახდა, არის მეტად დაკავებული, ეს რეპროდუქციული ასაკი ცოტა გადაიწია. რას უნდა დაემშვიდობოს ქალი? რაზე უნდა თქვას ვარი? პირველ რიგში აინტერესებს წყვილებს, შეიძლება თუ არა სქესობრივი ურთიერთობა. თუ ქალი არის მწეველი, რამდენი ხნით ადრე უნდა დაანებოს? თავი არსებობს რა პროტოკოლი, გაიდლაინია. უმჯობესი იქნება, რა თქმა უნდა, 3 თვით ადრე მაინც დაანებოს მოწევასთან. დასაშვები თუ არის, მაგალითად, ბუნებრივი ჯანსაღი ღვინის მირთმევა დღეში ერთი თუ ადამიანს ეს სიამოვნებს. ჭიქის ზომასაც გაეჩნია. როგორ უნდა იკვებოს ორსული ქალი? დასაშვები პროდუქტებიც არის და არის კიდევ ის პროდუქტები, რომლებიც არ შეიძლება რომ მიიღოს ორსულმა. კოსმეტოლოგიური საშუალებების გამოყენება. აი უშუალოდ რო გითხრათ 100%-იანად სტრიებს გაგვიქრობს და არ წარმოიქმნება, არ არსებობს ესეთი. ორსულობის დროს თმის შეღებვა, ფრჩხილების ლაქის გამოყენება და კოსმეტიკური პროცედურები აკრძალულია. თმაც შეიღებოს, ფრჩხილებიც მოიწესრიგოს და რაც შეიძლება ლამაზი იყოს ორსულობის დროს. აი, ნახა ექიმთან. აი ესეთი სიმპტომები მაინტერესებს რა. გადაცემის სპონსორია მკვდარი ზღვის ბუნებრივ მინერალებზე დამზადებული ბრენდი აჰავა. კანის მოვლის მსოფლიო ბრენდი ავერსისგან. მოგესალმებით მორგი პოდკასტით, პოდკასტ პოინტის შესანიშნავი კომფორტული სტუდიიდან. მოიწონეთ ჩვენი არხი იმისათვის, რომ კიდევ შემოგთავაზოთ მეტი და მეტი საინტერესო ეპიზოდი. დღეს ვისაუბრებთ და მეყოლება ძალიან კარგი სტუმარი, საინტერესო სტუმარი და თემაც ძალიან საინტერესო იქნება, მაგრამ მანამდე წარვადგენთ ჩვენი გადაცემის ერთგულ სპონსორს, ეს არის აჰავა, მკვდარი ზღვის უნიკალური მინერალებით გაჯერებული კანის მოვლის საშუალებები ისრაელიდან. აჰავა გვთავაზობს სახის, სხეულისა და თმის მოვლის საშუალებებს ქალბატონებისა და მამაკაცებისათვის. აჰავას საშუალებებში თითოეული პროდუქტი გაჯერებულია 20-ზე მეტი უნიკალური მინერალით, რაც უზრუნველყოფს კანისა და თმის განსაკუთრებულ მოვლასა და სიჯანსაღეს. დღეს ვისაუბრებთ იმ უნარებზე, რაც მამაკაცებს არა გვაქვს და იმ უპირატესობებზე, რაც ქალბატონებს გააჩნიათ, ეს არის დიდი პასუხისმგებლობა გარდა უპირატესობისა, ეს არის ორსულობა. ანუ ჩვენი კაცობრიობის გენერაციული ფუნქციის მატარებელი, რასაც ქალი ატარებს და გვეყოლება სტუმრად პროფესიონალი თავის დარგის ჟორდანიის სამედიცინო ცენტრის სამიანო დეპარტამენტის ხელმძღვანელი წამყვანი მიან-გინეკოლოგი ქალბატონი ნანა ვახანია. ნანა, მოგესალმებით. ძალიან ბევრ დედას უდგახართ თქვენ გვერდში საწყის პერიოდზე, შემდგომ პერიოდშიც და ძალიან დიდ სიკეთეს აკეთებთ ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, პროფესიონალიზმიდან გამომდინარე. ნანა, მიხარია რომ ჩვენთან მოხვედი. ვიგზნოთ თავისუფლად და მოდი ვისაუბროთ დღევანდელ რეალობაში საქართველოში მაგალითად იგივე თქვენს კლინიკაში რა წარმატებები გვაქვს ორსულობა როგორ უნდა ვმართოთ როგორ დავგეგმოთ და ამ თემის გარშემო ვიმოძრაოთ. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ რომ დრო დაგვიწვევთ. მოდი დავიწყოთ პირველი კითხვა ჩემი ასეთი იქნება. რამდენად დღეს საქართველოში არის უკვე ტრენდული, ასე ვთქვათ, ოჯახის შექმნის შემდგომ გამრავლების დაგეგმვა. ანუ როდის უნდა ვიყოლიოთ შვილი? არის თუ არა ეს უკვე რაღაცა მოდური, მიეჩვია თუ არა ხალხი ამ თემას, სწორად დაგეგმონ თავის, ასე ვთქვათ, გენერაციული ოჯახის ფუნქცია და იზრუნონ მომავლის შთამომავლობის მოცემაზე. მოგესალმებით. პირველ რიგში დიდ მადლობას მოგახსენებთ მოწვევისათვის და ნამდვილად აქტუალური თემაა, იმიტომ რომ ქალის ცხოვრებაში ორსულობა ეს არის ყველაზე საოცარი მომენტი, როცა მისი ორგანიზმი სრულად გარდაიქმნება და ოჯახიც მოლოდინში არის ჯანმრთელი ახალშობილის დაბადებისთვის და რა თქმა უნდა ამის საწინდარი არის ის ფაქტი, რომ მათ უნდა დაგეგმონ ეს ორსულობა, ანუ წინა საორსულე კვლევებიც უნდა ჩაიტარონ, რაც აუცილებელი პირობა არის ჯანმრთელი ახალშობილის დაბადებისთვის. და დედის ჯანმრთელობისთვის, რა თქმა უნდა. აი, დაგეგმვის თვალსაზრისით, მაგალითად, რამდენად გინახავთ თქვენ წყვილები, რომ მოსულან და ჩვენ თქვათ 1 წლის განმავლობაში ვფიქრობთ, თქვათ, ან როდის გვირჩევთ, თქვათ, ანუ რჩევის სახით თუ მოდიან, უფრო აკადემიური ფორმა რომ იცენ აი ამ უმნიშვნელოვანეს პროცესს. კი, რა თქმა უნდა, არიან ესეთი წყვილები, რომლებიც მოდიან, ისინი გეგმავენ თუ 9 წლის მერე, თუ 1 წლის მერე და მანამდე ჩვენ რაღაც ესეთ კვლევებს ვატარებთ, რაც აუცილებელი პირობა არის, როგორც პარტნიორებს ორივეს ვიკვლევთ. ეს იქნება ექიმთან კონსულტაცია, გასინჯვა, გენეტიკური ფაქტორების გამოკვლევა, თანხლები და ავადებების გამოკვლევა, სხვადასხვა მავნე ჩვევების აღმოფხვრა თუ რა თქმა უნდა, ისინი მომხმარებლები არიან სამწუხაროდ ხანდახან არის რომ ნარკოტიკული ნივთიერებების, არის ნიკოტინის, ალკოჰოლის და ეს ყველა ჩვევები უნდა მოვაწესრიგოთ და შემდგომ უკვე დაიგეგმოს ორსულობა.
თანამედროვე სამედიცინო სფეროს განვითარებასთან ერთად ხომ არ შეიცვალა მაგალითად ასაკი. ხომ არ გაახალგაზრდავდა, ან უფრო ხნოვანი გახდა ორსულობის დაგეგმარების თვალსაზრისით. ნახეთ, ადრე იყო ის ასაკი, რომ თავიდანვე როცა კი ქმნიდნენ ოჯახს, ეს ოჯახის ისიც იყო მოთხოვნა, რომ მალე დაორსულებო. და ადრეულ ასაკში იქნებოდა ოჯახები, ხო? ადრეულ ასაკში იქნებოდა, რა თქმა უნდა, 16 წლის, 18 წლის ასაკშიც და 20 წლამდე და ამიტომ ეს პერიოდი, რა თქმა უნდა, უფრო მცირე ასაკს ეკუთვნოდა. თუმცა დღესდღეობით აი ამ სოციალური სიტუაციის გაუმჯობესების პირობებში, რა თქმა უნდა, და კიდევ ის რომ ქალი ძალიან განვითარებული გახდა, არის მეტად დაკავებული, ეს რეპროდუქციული ასაკი ცოტა გადაიწია და გახდა სადღაც 28 წლიდან, როცა ის თავის ყველა საქმეს, ასე ვთქვათ, დაალაგებს, მეტნაკლებად დაალაგებს, შემდგომ უკვე ის გეგმავს ორსულობას. და ამიტომ 28 წელი მიჩნეული არის ახლა ასეთი პირველი ორსულობის დაგეგმვის. ეს ზოგადად სოფლიოში ეს ასაკი ესე არის თუ ჩვენთან რაღაცა თითქმის უმრავლეს ევროპის განვითარებულ ქვეყნებში ყველგან მოიმატა ასაკმა. კარგით. ნანა, როგორი არის დღეს თანამედროვე სამშობიარო სახლი? რას გულისხმობს ეს? მე ვიცი რომ ჟორდანიას კლინიკაში სამშობიარო დეპარტამენტს აქვს განსაკუთრებული ყურადღება დათმობილი, ისტორიულად ეს ძალიან ესე დიდი ისტორია აქვს საქართველოს სამედიცინო სივრცეში ჟორდანიის ინსტიტუტს. აი დღეს მოდი გითხარი, რით გამოიჩევ, რით ამაყობ, რატომ გიხარია სამსახურში მისვლა მაგალითად და რით ემსახურებით თქვენ ორსულობამდე წყვილებს და ქალს ამ შემთხვევაში და შემდგომ და კიდე შემდგომ პერიოდებში. კი ბატონო. მოდით პირველ რიგში შევთანხმდეთ, რომ ფაქტიურად ორსულობა იგეგმება, როგორც უკვე ვთქვით, მომზადების პერიოდი არის და ჟორდანიას კლინიკა, როგორც იცით, სახელგანთქმულია ამ მიმართულებით, რეპროდუქციული ჯანმრთელობა ქალისთვის აუცილებელია და გვყავს ძალიან საუკეთესო გუნდი ამისა, რომელიც ამას კურირებს. რეპროდუქტოლოგები, რა თქმა უნდა, და იკვლევენ ქალს სრულფასოვნად. რა თქმა უნდა, სამიანო გუნდი სრულად უზრუნველყოფს ქალის დაცულ, კეთილ, განწყობილ გარემოს, მხარდაჭერას მშობიარობის დროს. და ეს რაც აუცილებელი პირობა. გარდა იმისა, რომ სამიანო გუნდი არის მაღალკვალიფიცირებული, არის გამოცდილი მეგინეკოლოგებით დაკომპლექტებული, ასევე უნდა დაგვიწყდეს, რომ მარტო სამიანო გუნდი არ არის, იმიტომ რომ იქ არის ნეონატოლოგიური სამსახური, ანესთეზიოლოგიური სამსახური, რომელიც მუდმივად მზადყოფნაშია, თუ რაიმე გართულების შემთხვევა იქნა დაფიქსირებული, ისინი მყისიერად ამაზე რეაგირებენ. ამიტომ საერთო გუნდის მუშაობა ერთსულოვანია, ეს არის თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული, მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებული და უსაფრთხო გარემო არის ფაქტიურად შექმნილი ჩვენს კლინიკაში. და კომფორტული, რამდენადაც ვიცი, ახალი შენობა, ახალი აპარატურა, ყველაფერი ეს ბოლო პერიოდშია ხო განახლებული და დიახ, ეს არის უახლესი აპარატურით, კომფორტული გარემოთი, თბილი გარემოთი და ადამიანური დამოკიდებულებით. ეს მნიშვნელოვანია. ძალიან მნიშვნელოვანია. და მოდი დაუბრუნდეთ ისევ ორსულობას. აი დადგა დრო, როდესაც გოგონა ქალბატონი დაფემძიმდა. მას გაუჩნდება ბუნებრივი არ მანამდე შეიძლება გაუჩნდა კითხვები, როგორ უნდა მოიქცეს ორსული ქალი იმისათვის, რომ ორსულობამ პირველ რიგში ჩაიაროს ფიზიოლოგიურად ჯანსაღ-ფარგლებში და შემდგომ სასურველი შედეგი ასევე ჯანსაღ-ფარგლებში დასრულდეს მშობიარობით და პირველი ვთქვათ პერიოდი, ვთქვათ ორსულობის შემდგომი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მშობიარობის შემდგომი, უფრო სწორედ, როდესაც ქალი უბრუნდება ფიზიოლოგიურად თავის ფუნქციას. რას უნდა დაემშვიდობოს ქალი? რაზე უნდა თქვას უარი, რა ახალი ჩვევები უნდა მიიღოს ცხოვრებაში, ან ძველ ჩვევებზე თქვას უარი, ხო? აქ სხვადასხვა ახსენეთ თქვენ ვთქვათ ნიკოტინის და ალკოჰოლის მოხმარებიდან დაწყებული ფიზიკური აქტივობით დამთავრებული. მოდით ესე ეტაპურად დავიწყოთ ამაზე საუბარი და მე ნაბიჯ მე მოგაშველებთ კიდე კითხვებს თუ შეიძლება. აი ვემზადებით ორსულობისთვის, მოვედით ნანასთან, ჟორდანიას ვესტუმრეთ და რითი იწყება ყველაფერი. დაგეგმარება საწინდარია ჯანმრთელი მომავლის დაბადებისა და დედის ჯანმრთელობის, რა თქმა უნდა. ნახეთ, შევთანხმდეთ იმაზე, რომ ორსულობა არის ფიზიოლოგია და აი ამ პერიოდში ქალის განსაკუთრებულად ბრწყინავს. საწყისივე ეტაპიდან ხდება სხვადასხვა ჰორმონების გამოყოფა, რაც აუცილებელი პირობა არის ორსულობის განვითარებისა და ნაყოფის ზრდისთვის. ამიტომ
პირველ ეტაპზე არის რაღაც პატარ-პატარა ჩივილები, ვთქვათ, იქ მუცლის შებერილობა, მტკივნეულობა წელის არეში. სიახლეა ეს ორგანიზმისთვის. მთლიანად იცვლება მთელი ორგანიზმი და რასაკვირველია, ამას ჩვენ კონკრეტულად ვუხსნით, რომ ეს არის ფიზიოლოგია, ამაზე არ უნდა ვინერვიულოთ და ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ორსული იყოს ინფორმირებული ამაზე ყველაფერზე. რა თქმა უნდა, ეხლა ცხოვრების სტილი. ის ჩვეულებრივად იქცევა, როგორც აქამდე იქცეოდა, ალბათ მოგეხსენებათ, რომ ყველა აინტერესებს და მინდა ვთქვა, რომ პირველ რიგში აინტერესებს წყვილებს, შეიძლება თუ არა სქესობრივი ურთიერთობა. მინდა გითხრათ, რომ შეიძლება სქესობრივი ურთიერთობა თუ ვთქვათ, არანაირი პრობლემა არ არსებობს ამის, ანუ არ არის მოსალოდნელი ნაადრევი მშობიარობის ან აბორტის შემთხვევები და ამ შემთხვევაში ის თავისუფალია. კითხვა გქონდა ეგ ჩვენ ჩამონათვალში მომზადებული. ანუ და გაიგო ადამიანმა არის ფეხბძიმეთი. სქესობრივი ურთიერთობა თავისუფლად მეორე დღიდანვე შეიძლება? შეუძლია. პირველივე პერიოდში, პირველივე ტრიმესტრში. თუ მას არაფერი არ აწუხებს. თუ არ აწუხებს. კარგი, რაიმე კვლევა ხო არ არის ჩასატარებელი თქვა მოსასვლელი თქვენთან რაღაც გამოიკლიოს და მე მანამდე ის უკვე გამოკლეულია და იმ პერიოდშიც გეგმიურად ანტენატალურად ორსულის გამოკლება რა თქმა უნდა ხდება. და იქვე ინახება ის მოსალოდნელი გართულებები. კი, რა თქმა უნდა. რაც შეეხება ვარჯიშს, ფიზიკურ აქტივობას, რასაკვირველია, ესეც დასაშვებია და ნორმა არის პირიქით ჩვენ ურჩევთ ორსულებს, რომ ისინი დაკავდნენ მსუბუქი ფიზიკური აქტივობით. ცურვა შესანიშნავი არის, იმიტომ რომ წყლის აბაზანები ფანტასტიკურად მუშაობს, იწვევს რელაქს, თვითდაჯერებულობას, კარგ ხასიათზე გვაყენებს, სეირნობა განსაკუთრებით ძალიან კარგია. აი, იოგას რაც შეეხება, მესამე ტრიმესტრშიც ძალიან კარგია, იმიტომ რომ მენჯის კუნთები ვითარდება და ქალი ემზადება მშობიარობისთვის, ამიტომ ის უკვე მობილური არის, ასე ვთქვათ, და თავისუფლად შეუძლია ყველა ქმედების წარმოება, რასაც კი ექიმი ეტყვის. აი, ეს უკვე მესამე პერიოდი. თქვენ ხო არ გაქვთ იგივე მაგალითად დამატებით პარალელურად ისეთი სამსახური, რომელიც თქვათ, აი ფიზიკურ იოგა ახსენეთ თქვენ, ვარჯიშები, რომელიც ამზადებს ადამიანს ორსულ მშობიარობისათვის, ესეთი სამსახურსაც ხო არ თავაზობთ? ალბათ დაიგეგმება ესეც რომ შევთავაზოთ. ხო, იმიტომ რომ დღეს ძალიან პოპულარულია ეს თემა, აქტუალურია, ჯგუფებია და ხარდაჭერის ერთმანეთის გამყნევებს და ჩვენთან არის დედათა სკოლა, სადაც ყველაფერი ეხსნება ქალს, თუ როგორ უნდა იმოქმედოს ორსულობის პერიოდში და არა მარტო დედა არის ამ შეკრებებზე, ასევე წყვილები მოდიან და ისინი ორივე ყველაზე მნიშვნელოვანია, მინდა აღნიშნო, რომ მეუღლის მხარდაჭერა, იმიტომ რომ ფსიქოემოციური მდგომარეობა ძალიან იცვლება ქალის. ის მეტად ლაბილური ხდება, ემოციურია, რაღაც ტირილი უნდა და სხვა ბევრი იძახეს, რომ აი ნახეთ, თითქოს არაფერია გასაღიზიანებელი, მაგრამ გავღიზიანდი. ნამდვილად ეს არის და მეუღლის მხარდაჭერა ამ შემთხვევაში აუცილებელია. და ოჯახად იქცევიან, მინდა გითხრათ. მშობიარობის დროსაც ასევე, იმიტომ რომ უკვე იმ ფაქტს მიეჩვიო, რომ თვითონ უნდა იყვნენ ჩართული თავისი შვილის დაბადებაში და ძალიან მხარდაჭერას უწევენ კი. დიდი სიყვარულის გამოხატულების ცალკე ფორმა არის კიდე, როცა წყვილი ესე თანაცხოვრობს და იმზადება. კარგით, ესეთი ცვლილებებია ხოლმე ხშირად, როდესაც ორსულობა დგება. მე არ მომოფე ხა იქ რაღაც ტოქსიკოზის ხალხსა ფორმები, პირებინება, აგულისევთ. ეცვლებათ გემონური თვისებები ქალებს, ხო? რაღაცა აღარ უნდა, ან რაღაცა განსაკუთრებით უნდა. რატო რით აიხსნება ნანა ეს? ესეც ნახეთ ჰორმონალურ ცვლილებებზე არის დამოკიდებული, გემოც იცვლება სუნის მიერ, დამოკიდებულება იცვლება, აღიზიანებთ მძაფრის სუნები, იმუნური სისტემა იცვლება, პირის ღრუს ლორწოვანი და ამიტომ ეს ყველაფერი ამას განაპირობებს. აი ჩვენ ვახსენეთ პროგესტერონი, რომელიც დიდი რაოდენობით გამოიყოფა. და ამ დროს შებერილობა იწყება მუცლის, იმიტომ რომ ის გლუვკუნს ადუნებს, რომ კარგად განვითარდეს ნაყოფი და ასევე და ამ დროს პერისტალტიკაც წვალობს. გემოებზეც ასევე არის ის დიდი რაოდენობით ესტროგენის გამოყოფაც ფაქტიურად იწვევს აი ამ გემოს ცვლილებას და ლორწოვანის სხვადასხვა ცვლილებები. ხომ არ მიუთითებს, მოდი ამაზე ხშირად ამბობენ, ხომ სვამენ ამ კითხვას, რომ რაღაცა განსაკუთრებით მინდა, აი რაღაცა
ნივთიერების დეფიციტს ხო არ მიუთითებს? კი, რა თქმა უნდა, აი ზოგჯერ მინდა აღვნიშნო, რომ ზოგი ცარც ითხოვს, ზოგი უფრო რაღაც გაუკუღმართებული გემოები არის, რა თქმა უნდა, ეს რკინის დეფიციტს მიუთითებს და ორსულობის პერიოდში აი ანტენატალური მეთვალყურეობის დროს, რა თქმა უნდა, ეს ყველა ანალიზი უნდა იქნეს გამოკვლეული, როგორც D ვიტამინი, როგორც რკინა, როგორც ფერიტინი, რომ აღმოვაჩინოთ ის ნაკლოვანებები და უკვე მიზან დასახულად, მიზან მიმართულად ვუმკურნალოთ იმ პრობლემას, რაც კი აქვს ქალს. კარგი. შემდეგი, თუ ხალი არის მწეველი, რამდენი ხნით ადრე უნდა დაანებოს? თავი არსებობს რა პროტოკოლი, გაიდლაინი, ანუ რეკომენდაცია, მოდი ასე ვთქვათ, რომ გეგმავ მე ორსულობას, ხო? აი, პასუხისგებლიანი ადამიანი ვარ, მოდი ახლა უპასუხისგებლობა გვერდზე გადავდოთ ნანა და თავნებობაც გვერდზე გადავდოთ. პასუხისგებლიანი ადამიანზე ვისაუბროთ, ვინც დაუშვათ მწეველია. რას ურჩევს ნანა ექიმი, როდის უნდა დაანებოს მან თავი, თუ კი ორსულობისკენ დგამს ნაფიცს? უმჯობესი იქნება, რა თქმა უნდა, 3 თვით ადრე მაინც დაანებოს მოწევას თავი. კარგით, რაც შეეხება ალკოჰოლს, მაგალითად, ერთი ჭიქა კარგი ნატურალური წითელი ან თეთრი ღვინო ორსულობის პროცესის დროს, მიმდინარეობისას მე არ ვამბობ, რომ ალკოჰოლი კარგია, არავითარ შემთხვევაში ამას არ ვიტყვი, ვერ ვიტყვი. იმიტომ რომ ალკოჰოლია, მაგრამ აი დასაშვები თუ არის, მაგალითად, ბუნებრივი ჯანსაღი ღვინის მირთმევა დღეში ერთი თუ ადამიანს ეს სიამოვნებს. ჭიქის ზომასაც გაეჩნია. ნუ მოდით ევროპული სტანდარტი ავიღოთ. ევროპული სტანდარტის დასაშვებია, რა თქმა უნდა. არ არის ეს წინამდე ჩვენ. წინამორბედება არ არის. მე გავაგზავნებ თქვენთან საუბარს კიდევ ერთხელ ჩვენ ერთგულ სპონსორს წარვადგენთ და მადლობა მათ. პოდკასტის სპონსორია აჰავა. მკვდარი ზღვის უნიკალური მინერალებით გაჯერებული კანის მოვლის საშუალებები ისრაელიდან. აჰავა გვთავაზობს სახის, სხეულისა და თმის მოვლის საშუალებებს ქალბატონებისა და მამაკაცებისთვის. აჰავას თვითეული პროდუქტი გაჯერებულია 20-ზე მეტი უნიკალური მინერალით, რაც უზრუნველყოფს კანისა და თმის განსაკუთრებულ მოვლასა და სიჯანსაღეს. დავამატებ იმასაც, რომ ეს ბრენდი სრულიად ორიენტირებულია ეფექტურობასა და მისი გამოყენების შედეგი გამოკვეთილად თვალსაჩინო აგერ არის ბატონო აჰავა. დღეს სტუმრად გვყავს გვაგრძელებთ საუბარს კაპიტან ნანასთან, ჟორდანეს სამედიცინო ცენტრის სამიანო დეპარტამენტის ხელმძღვანელი და წამყვანი გინეკოლოგი ნანა ვახანია. ვაგრძელებთ ნანა საუბარს. მოდით გავმარტოთ ყველა ის შვილება და ყველაფერი ის, რაც დაფეხმძიმების შემდგომ ხდება ხოლმე ქალის ორგანიზმში რა. ერთი ვისაუბრეთ, რომ სექსი დასაშვებია, ხო? ფიზიკური დატვირთვაზე უკვე ვისაუბრეთ რა. ვთქვათ, ახსენეთ იოგა რო დასაშვებია, სიარული რომ კარგია, ცურვა რომ კარგია, ხო? როგორ უნდა იკვებოს ორსული ქალი? მოდით მივადგეთ ახლა ძალიან მნიშვნელოვან თემას. ჩვენ ახლა რაღაც გაუკუღმართებულ გემოვნებაზე და რაღაცა მოთხოვნებზე ვისაუბრეთ, მაგრამ კვება რისგან უნდა შედგებოდეს უმეტესწილად პირველი ტრიმესტრი, მეორე, მესამე, ხო არ არის სხვაობა მათ შორის. ამ თლიანობაში მოდი ორსულობაზე დავუთმოთ ამას დრო. კი ბატონო, კვებას რა თქმა უნდა განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, იმიტომ რომ კვება უნდა იყოს დაბალანსებული, ის უნდა მოიცავდეს ყველა მიკროელემენტს და შეავსოს ორგანიზმი აი ამ ყველა საჭირო ნივთიერებებით. ეს იქნება ბოსტნეული, ხილი, ცილოვანი პროდუქტი, წითელი ხორცი, რაც რკინის, ასე ვთქვათ, მომარაგებას შეუწყობს ხელს. ხილი, რა თქმა უნდა, ხემსისთვის ძალიან კარგია თხილეულის არჩევაც. დასაშვები პროდუქტებიც არის და არის კიდევ ის პროდუქტები, რომლებიც არ შეიძლება რომ მიიღოს ორსულმა. ეს არის თქვენ ხუთი ძირითადი პროდუქტი მითხარით, რომელიც თქვენის გამოცდილებით თუ სამედიცინო ჩვენებებით არის კარგი და მე ხუთი მითხარით, რომელიც არ არის კარგი. კვებაზეა საუბარი. კარგი. ეს არის ცილოვანი პროდუქტი, ეს არის ხორცი, ბურღულეული, ბოსტნეული, წყალი აუცილებლად, ჰიდრატაცია აუცილებელი არის ორგანიზმისთვის, მან უნდა მიიღოს 2 ლიტრამდე წყალი, იმიტომ რომ შეავსოს ეს ბალანსი. მიუხედავად წონის მატებისა, ვთქვათ, არა, აუცილებლად უნდა მიიღოს და რა თქმა უნდა, ხილი აუცილებლად უნდა მიიღოს. კარგი, 5 რამ რაც არ უნდა მიიღოს. რაც არ უნდა მიიღოს, ეს იქნება დაუმუშავებელი პროდუქტები, ეს არის თევზის სუშების სახით, რომელსაც არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ის გადამტანია სხვადასხვა ინფექციების და
ასე შემდეგ. კიდევ არის დაუმუშავებელი ხორცი, რა თქმა უნდა, ესეც ლისტერიოზისა და სხვადასხვა პრობლემების გამომწვევი არის. ძეხვეული, შებოლილი პროდუქტიც ასევე არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. კონსერვები და არც დაკონსერვებული უმჯობესი არის იყოს ახალი პროდუქტი. ნუ მეხუთეს დავამატებდი ძლიერ მარილიან საკვებს, რომელიც შეშუპებას იწვევს და ზედმეტად ადამიანს. მარილიანი და ცხიმიანი საკვები, რომელიც სითხეს აკავებს ორგანიზმში. ხშირად გვინახავს სატელევიზიო ფილმებში, როდესაც ორსული ქალი სანაპიროზე მზის ქვეშ ირუჯება, წევს, შესანიშნავად გამოიყურება. როგორ არის ახლა რეგულაცია, მაგალითად ან რეკომენდაცია უბრალოდ რუჯთან დაკავშირებით, აი ორსულობა და რუჯი. მეც ხშირად აუზე მინახავს ჩვენთან საქართველოში ბევრჯერ რომ გონა აქტიურად ძალიან და ცურავდათ კიდევაც, ცურავენ კიდევაც და ირუჯებიან კიდევაც. აი საშიში ხომ არ არის? იცით რა არის, ყველაფერში არის ზომიერება საჭირო. რა თქმა უნდა, ზღვაზე წასვლა შეუძლიათ ქალბატონებს და არის მოთხოვნა ორსულების ასევე რომ მოდი ცოტა ხანი მეწავალ და ეს ყველაფერი ნორმის ფარგლებში უნდა ჩაჯდეს. ის უნდა გავიდეს დილიდან სადღაც 12 საათამდე. მზის გულზე რუჯის მიღება არ არის რეკომენდირებული, რა თქმა უნდა, მისთვის, იმიტომ რომ ხდება კანის გამოშვებაც ეს ულტრაისფერის სხივები, რომლებიც ძალიან ცუდად მოქმედებენ და არასახარბიელო არის, რა თქმა უნდა, ორსულობის და არ უწევ ამას რეკომენდაციას და ასევე შეუძლიათ საღამოს უკვე 7 საათის მერე გასვლა. კარგად არ განსხვავდება რეალურად ჩვეული რეკომენდაციებისგან, რა თქმა უნდა. და თმისა და ფრჩხილის სტრუქტურა ორსულობის დროს იცვლება, ზიანდება, თმის წვენავლინდება ხშირად, ფრჩხილის სტრუქტურა ზიანდება, ხო? რის გამოა ეს ნაყოფს მიაქვს ის მინერალები, რომელიც ამ დროს ჭირდება ადამიანს? კი, უნდა გამოვიკვლიოთ ყველა მინერალები ორსულობის პერიოდში, ეს იქნება კალციუმი, მაგნიუმი, D ვიტამინი და მისი ნაკლოვანება, რა თქმა უნდა, იწვევს სტრუქტურას უკვე ფრჩხილისა და თმის ცვალებადობა ხდება თმის სტრუქტურასა. ანუ მხარდაჭერა ისევ და ისევ კვლევა, დიაგნოზის დასმა და მხარდაჭერა. კარგი. სოფლიოში დღეს მიდის აქტიური პროპაგანდა ყველა მიმართულებით და მათ შორის ორსულების მიმართულებით კოსმეტოლოგიური საშუალებების გამოყენება ორსულობის მიმდინარეობისას თქვათ გამოიყენეთ ესა თუ ის საცხი, თქვათ ეს სტრიებისთვის არის კარგი, ეს ორსულობისას კანის სტრუქტურას არ დააზიანებს, შეგინარჩუნებ და ასე შემდეგ, ხო? უამრავი რეკლამა ჩანს სივრცეებში, ხო? რამდენად როგორც ექიმს მიგაჩნიათ სწორად ახალი რაღაცების გამოყენება და რამდენად თქვათ თქვენ პრაქტიკაში გინახავთ, რომ მართლა იქნებ რაღაც არსებობს ისეთი, რომ ისმევს ადამიანი, თქვათ მუცლის წინა კედელზე და იმ პოსტ მშობერების შემდგომი სტრიე გრავიდარუმ რომ მეძახიან ხო სტრიების პრევენციას ახდენს. კი ბატონო. ნახეთ ორსულობის დროს ეს სტრიების წარმოქმნა ძალიან ისეთი სავალალო საკითხია და ძალიან არ მოსწონთ ქალებს, ნუ რა მოსწონია რა თქმა უნდა. ამიტომ აი ვახსენეთ ასევე ჰიდრატაცია, ანუ სითხის მიღება, აუცილებელია შევსება სითხის რაოდენობის. დამატენიანებელი საშუალებები რასაკვირველია შეიძლება გამოიყენოს ქალმა და ძალიან კარგი არის, იმიტომ რომ კანის სტრუქტურა იცვლება, ელასტიურობა უმჯობესდება და ამიტომ თავს ვიცავთ აი ამ მოსალოდნელი სხვადასხვა გამოშრობისაგან და სხვადასხვა პრობლემებისაგან. თუმცა რამე სპეციფიური არ არსებობს ესე. სპეციფიურებიც არის, რა თქმა უნდა, სხვადასხვა, თუნდაც ახავასაც აქვს ესეთი დამატენიანებელი ხაზი. გასაგებია რა არსებობს რაღაც ხაზები? არსებობს, რა თქმა უნდა, სტრიების საწინააღმდეგო, მაგრამ აი უშუალოდ რო გითხრათ, რომ 100%-იანად სტრიებს გაგვიქრობს და არ წარმოიქმნება, არ არსებობს ესეთი. იმიტომ რომ ეს არის უკვე კანის ტიპზე დამოკიდებული მის სტრუქტურაზე და ბევრ ფაქტორებზე, რომელიც ძალიან შორს წაგვიყვანს მისი ჩამოთვლა და ერთი რაც ჩვენ შეგვიძლია ხელი შევუწყოთ, რომ დავატენიანოთ, რა თქმა უნდა, ძალიან კარგი იქნება. ასევე სახის მოვლის საშუალებებით ძალიან კარგია, რომ გამოვიყენოთ. მისგან დაცვა ეს რა თქმა უნდა გამოვიყენოთ, რომ არ მოხდეს დიდი რაოდენობით ეს მავნე გამოსხივების მიღება. აქვე დავამატებ ნანასთან ნებართვას ავიღებ, რომ იმ პროცედურების კეთება, როგორც არის მაგალითად ბოტულოტოქსინით თერაპია, შემავსებლების გამოყენება, რომელთაც თქვათ გარკვეული ფორმების ცვლილებების შეტანა უნდა ადამიანს ორსულობის დროს რეკომენდებული
არ არის. თუმცა ეს პრეპარატები ისეა დაცული და დახვეწილი, რომ რაიმე ესეთ ზიანს შეიძლება არ მიაყენოს ადამიანს, მაგრამ იმდენად საპასუხისგებლო პროცესია თვითონ ორსულობა, რომ ამ დროს ის მეთოდები, რომელიც ინვაზიასთან არის მით უმეტეს დაკავშირებული, რა თქმა უნდა, ჯობს იქნეს თავიდან არიდებული, მიუხედავად რაღაცა კვლევების, ამიტომ ითვლება, რომ ორსულობის დროს საინექციო პროცედურების წარმოების წარმოება რეკომენდებული არ არის. მოდი გავაგრძელოთ იგივე თემა და შევეხოთ ახლა საკვებ დანამატებს, ხო? საკვები დანამატების დღეს გაჯერებულია თაროები საფთიაქო ქსელში და არა მარტო, ხო? და მოდაშიც არის და სხვადასხვა ნუტრიციოლოგები თუ სპორტული მედიცინის სპეციალისტები, ფიტნეს ცენტრები და ასე შემდეგ და დიეტოლოგები გარკვეულ პაციენტთა ჯგუფს, გარკვეულ დანამატებს თავაზობენ სხვადასხვა მიზეზებიდან გამომდინარე. ორსულთათვის თუ არის მნიშვნელოვანი გარკვეული დანამატები ან თუ არის დღეს გამოყენებაში ეს დანამატები? დანამატებს გულისხმობთ ვიტამინებს ალბათ. მათ შორის ვიტამინებს კი. და არის რაღაც კომპლექსები, ხო, კიდე სხვადასხვა ნივთიერებების. ერთი მინდა აღვნიშნო, ფიზიოლოგიურად მიმდინარე ორსულობას არ ჭირდება არანაირი დანამატი თუ ის სწორად იკვებება. თუ არის საჭიროება დანამატების მიცემისა, რა თქმა უნდა, კვლევის საფუძველზე ვაძლევთ მათ. არ ჭირდება არანაირად სხვა დანამატები. სისტემურად ესე მიუდგეთ და ყველას რაღაცა დავამატო. ფეხმძიმედ ხარ, მაშინ შენეს დალია, ეგეთი რამე არ მოსულა. არ მოსულა. ნამდვილად არ მოსულა. ძალიან კარგი, ძალიან კარგი, იმიტომ რომ თავნებობითაც შეიძლება ვიღაცას უნდოდეს ესე გაკეთება. დანამატია, მეგობარმა მითხრა, მოდი დავლევ ამას გამიგე. საზიანო შეიძლება გახდეს უკვე დიდი რაოდენობით მისი მიღება ორგანიზმში დაგროვება, რა თქმა უნდა, საზიანოც შეიძლება გახდეს. ამიტომ არ ვუწევ რეკომენდაციას ზედმეტად სხვადასხვა პრეპარატების მიღებას. დანამატები გვერდზე იყოს, მაგრამ აქვე მინდა აუცილებლად წარვადგინო ჩვენი ერთ-ერთი სპონსორი, ეს არის Cain Pharma, ესეთი კომპანია, რომელიც Cain Pharma უпростоრად, რომელიც აწარმოებს პრემიუმ ხარისხის D ვიტამინს. ორსულობის პერიოდში D ვიტამინის დეფიციტის შესავსებად ეს მარტივი, უსაფრთხო და ეფექტური გზა გახლავთ. რა თქმა უნდა, როგორც თანამთქვა ექიმის რეკომენდაციით. D ვიტამინი, როგორც ვიცით, აუცილებელია ნაყოფის ძვალკუნთოვანი, იმუნური და ნერვული სისტემის სწორი განვითარებისათვის. მუცლად ყოფნის პერიოდში და აძლიერებს დედის იმუნიტეტს მათ შორის. სწორედ ამიტომ გთავაზობთ Cain Pharma-ს D ვიტამინს, რომელიც იწარმოება გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გარეშე, გლუტენის, ასპარტამის, გერმანიით კანონმდებლობით აკრძალული კონსერვანტების, ხელოვნური საღებავებისა და არომატიზატორების გარეშე. ინიშნება ორსულობის და ლაქტაციის დროს, რა თქმა უნდა, ისევ და ისევ ექიმის მეთვალყურების ქვეშ. ესეთი არის Cain Pharma-ს მიერ მოწოდებული ტაბლეტები და მათ შორის D ვიტამინის წვეთები. მოდი ერთი-ორი სიტყვა D ვიტამინზეც გითხარი, რადგან ვახსენე, რამდენად აქტუალურია ორსულობისა და თქვათ შემდგომ პერიოდშიც ეს. კი, მიუხედავად იმის ამბობენ, რომ საქართველოს მზიანი მხარეა D ვიტამინის ნაკლოვანება ნამდვილად გვაქვს, იმიტომ რომ რამდენჯერაც გავსაზღვრეთ, უმეტესწილად გვაქვს ეს D ვიტამინის ნაკლოვანება და დანამატად, რა თქმა უნდა, გამოვიყენებთ თუ ეს გვაქვს სახეზე. ასე რომ ვუწევ რეკომენდაციას, როცა საჭიროება მოითხოვს, რა თქმა უნდა, მის დანამატს. ანუ D ვიტამინზე შესწავლა მნიშვნელოვანი დასაწყისი პირველ ტრიმესტრში თუ სულ უნდა იყოს მეთვალყურება გაწევს. ტრიმესტრში უმჯობესი იქნება რომ გამოვიკვლიოთ. ოკეი. მაყურებელს მსმენელს მივაქციოთ ყურადღება. იმ ძირითად სიმპტომებზე თუნდაც ტრიმესტრების მიხედვით, როგორც გაქვთ თქვენს სფეროში, რა ძირითადი სიმპტომები არის ის, რასაც აუცილებლად ორსულმა ყურადღება უნდა მიაქციოს. ნახა ექიმთან. ესეთი სიმპტომები მაინტერესებს რა. ძალიან კარგი კითხვა და მინდა რომ ჩვენს ორსულებს ესეთი მესიჯივით გავუგზავნო, რომ მათ იცოდნენ ეს და ამ სიმპტომებს მიაქციონ ყურადღება. ორსულობის საწყის ეტაპზე ჩვენ აღვნიშნეთ, რომ არის რიგი მოვლენები, რომელიც ფიზიოლოგიურია და ყურადღებას საშიში არ არის, ბუნებრივია. თუმცა არსებობს რიგი ის პრობლემები და სიმპტომები, რომლებიც საყურადღებოა და ყველა ორსულმა უნდა იცოდეს. მაგალითად პირველი ტრიმესტრი. პირველ ტრიმესტრის დროს სისხლოვანი გამონადენი ეს არის, რა თქმა უნდა, საყურადღებო და უნდა მიმართოს ექიმს. ასევე არის ძალიან საყურადღებო სანაყოფო სითხის დაღვრა, ანუ იგრძნობს ორსულის სისველეს, ჭარბი რაოდენობით. პირველივე ტრიმესტრში ხშირია ეს პირველი არა, უკვე მეორე ტრიმესტრიდან, რა თქმა უნდა ნახოთ. ანტენატალური მეთვალყურეობის დროს პირველი ტრიმესტრის დროს გვაქვს ვიზიტები, როცა ჩვენ ვაკვირდებით ნაყოფის განვითარებას, მის გულისცემას, იმიტომ რომ ფაქტიურად ქალი ვერ შეიგრძნობს, ხო, მოძრაობას. არ არის მაგის ულტრაბგერითი
ერთი კვლევით ამას ყველაფერს ვადგენთ. აი მეორე ტრიმესტრისთვის უკვე საყურადღებო ასე მოვლითი ხასიათის ტკივილი, მუცლის დაჭიმულობა, ტონუსის მომატება, რომელსაც აღიქვავს ქალი და მეტად გამოხატულია და როგორც აღნიშნეთ, სანაყოფო სითხის დაღვრა, ანუ სისვლის შეგრძნება ამ შემთხვევაში ყოველ მიზეზს გარეშე სორო მტკივნეულობა არ იყოს გამოხატული, მან უნდა მიმართოს ეს უმტკივნეულოდ ხდება, ხო, ესეთი? უმტკივნეულოდაც ხდება, რა თქმა უნდა. ასევე ჩამოწოლი, ასე აღნიშნავენ, ჩაწოლის შეგრძნება, რაღაც სიმძიმის შეგრძნებას გრძნობენ და რა თქმა უნდა მოვიდნენ და გაუწიოთ კონსულტაცია. აი მესამე ტრიმესტრში თქვათ უკვე როცა პირდაპირ გადის სამშობიაროსკენ მიმართულების საფინიშო ხაზზე თქვათ, მაშინ რა არის განსაკუთრებული? ნახეთ, ყველაზე მნიშვნელოვანი და ძალიან არასასიამოვნო ფაქტი არის წნევის მატება. აუცილებელია მეორე ტრიმესტრიდან უკვე დავიწყოთ არტერიული წნევის გაზომვა, მონიტორინგი, რომ არ მოხდეს მომატება. მესამე ტრიმესტრში ეს უკვე მიუთითებს არსებულ პათოლოგიაზე, რომელსაც პრეეკლამსია ეწოდება და ყოველ რაც აუცილებლად სამართავია და უნდა მომართოს კლინიკას და უნდა მოხდეს მისი მკურნალობა თუ ის დაექვემდებარა, რა თქმა უნდა, იქ კიდე სხვადასხვა პრობლემები არის პროტეინურია შარდში, ანუ ცილის წარმოქმნა, წარმოშობა და ნაყოფის განვითარება, ანუ ის ჩამორჩება თუ არა მის გესტაციურ ასაკს, აუცილებლად უნდა ინახოს ეს პრობლემა. მე იმედი მაქვს ცალკე კიდე თქვენთან გვექნება თქვენი გუნდის წევრებთან იმაზე საუბარი ნაყოფის მიმართულებით რას უნდა მიაქციოს ყურადღება თქვა ორსულობის დროს ან მანამდე როგორ უნდა მოხდეს რა კვლევები და შემდეგ ეს ცალკე თემა, მაგრამ ძირითადად უკვე გასაგებია პრინციპში. ფრენა, მოგზაურობა მინდა დავისვენო, მინდა გავფრინდებ თქვა იტალიის სამხრეთ სანაპიროზე და არის ორსულობა. რაიმე შეზღუდვები არსებობს, თუ თავს გზნობს ადამიანი კარგად. შეზღუდვები პირველ ტრიმესტრში უბრალოდ თავს შეკავება შესაძლებელია, თუმცა აკრძალვა არ არის ამისი. 28 კვირამდე შეუძლია მოგზაურობა, რა თქმა უნდა, წესების დაცვით. ეს არის ანტიტრომბული პროფილაქტიკა, დიახ. აი ჩამოთვალოთ ეგეც ანტიტრომბული, ესე იგი გოლფები, კომპრესიული ჩულკი მაგალითად. კომპრესიული ჩულკი აუცილებლად უნდა მიიღოს. გაფრენის წინ აუცილებლად უნდა კომპლექსურად გამოვიკვლიოთ და ულტრაბგერითი კვლევით შევაფასოთ ნაყოფის მდგომარეობა, სისხლის ანალიზიც უნდა ინახოს, სხვადასხვა ლაბორატორიული კვლევებიც ასევე. ძალიან კარგი რეკომენდაცია, ამიტომ დასვენებისგან თავს ნუ შეიკავებენ, ხო? სხვათა შორის ძალიან უყვართ მოგზაურობა ჩვენს ორსულებს და არ ზღუდავთ თუ რა თქმა უნდა ეს ნორმის ფარგლებში და მის ზოგად მდგომარეობა გვაძლევს ამის საშუალებას. ამ კითხვის ზუსტად საფუძველი ის იყო, რომ ორსული ადამიანი ეს ნიშნავს სრულიად ჯანმრთელ ადამიანს, სრულიად სრული სპექტრი ცხოვრების ყველა სიამოვნებისა, უბრალოდ ყურადღების გამოჩენაზეა საუბარი და არა რაიმეს აკრძალვაზე, ხო? თქვენს კლინიკაში მოდით, ესე ვთქვა, ჯორდანიას კლინიკაში, როცა მოვა ნანა ექიმთან ან ნანას კოლეგებთან ორსული, რა გზას გადის პირველი ვიზიტიდან მშობიარობამდე? მე რა მინდა ვიკითხო? არიან ორსულები და წვილები ოჯახი, რომლებიც ამდაუწუმ დარბიან ეკოსკოპიურ კვლევაზე. მუდმივად უნდათ რაღაც ანალიზების ჩაბარება. არ განა იმიტომ რომ რამე ხდება. არა, უბრალოდ გაუაზრებლად ზედმეტი ყურადღების ამბავია. აი მოდით ძირითადად თუ კი მშობიარობის ორსულობის პერიოდი მიმდინარეობს ფიზიოლოგიურ ფარგლებში, გართულებების გარეშე, რა ეტაპებს მოიცავს და რა ვადებზე რა ვიზიტებს? იმ პირველივე პერიოდიდან როცა დგება ორსულობა, ჩვენთან ჟორდანიას კლინიკაში არსებობს პროგრამა, ორსულთა პროგრამა, რომელშიც ერთვება, რაც მოიცავს ანტენატალურ მეთვალყურეობას. პირველივე დღეებიდან და არის განსაზღვრული ვადები, გეგმიური ვიზიტების და გეგმიური ანალიზების, რომელიც სრულიად უფასოდ აქვთ ჩვენს ორსულებს და ისინი ამას ყველაფერს იტარებენ. თუ რაიმე გადაცდომა ან თვითონ ორსულობის მიმდინარეობის დროს ან ზოგადი მდგომარეობა ორსულის იცვლება, ამ შემთხვევაში უკვე დამატებითი კვლევებიც ტარდება, რასაკვირველია. დაახლოებით ნანა 6-8 ვიზიტი მთელი ორსულობის დროს თავის ანალიზებით, ეკოსკოპიური მეთვალყურებით, მიანის გინეკოლოგის ადამიანის კონსულტაციით ყოფნის ორსულობის აი მიმდინარეობისას, როცა ვიმეორებ არის ჯანსაღად ყველაფერი. თუ მეტჯერ უწევთ მოსვლა ადამიანებს. როგორ არის იცით, აი თქვენ აღნიშნეთ, რომ წვილები გაუთავებლად მოდიან. ხო, აი ზედმეტობა მინდა რომ აღვხსნა, რომ ზედმეტობა არ არის საჭირო. არ ჭირდება ზოგადად ფიზიოლოგიურ
ფიზიოლოგიურად მიმდინარე ორსულობას, მაგრამ პირველი ორსულობა იმდენად საპასუხისმგებლოა, ისინი ფაქტიურად ეშინიათ ყველაფრის თითოეული პატარ-პატარა ხო რაღაც უცნაურობების ხო მოდიან ხოლმე და ამიტომ შესაძლებელია მათ შორის დაგეგმილი ვიზიტები კიდევ გაიზარდოს და მოვიდნენ კი კონსულტაციაზე და რა თქმა უნდა დამატებითი კვლევებიც გავაკეთოთ, დამატებითი ეხოსკოპიური კვლევა, მაგრამ ეს ეხოსკოპიური კვლევა დასაშვებია სრულიად და არის კიდევ მითი ხო იმისა, რომ თქვათ საფრთხეს მოიცავს თუ არა ეს ამდენი ეხოსკოპიური კვლევა. ნამდვილად არ მოიცავს და შეგვიძლია რომ ჩვენ ვაწარმოოთ ის. კარგით. ცნება პაციენტის უსაფრთხოება. დღეს მსოფლიო მედიცინა ეს patient safety არის ძალიან პაციენტის უსაფრთხოება, ასე უფრო კარგად იქნება, არის ძალიან მნიშვნელოვანი ნებისმიერ სფეროში. თუ მედიცინას ეხება ეს, პროქტოლოგიიდან დაწყებული, რა ვიცი, ნებისმიერი სხვა ტრიხოლოგიით დამთავრებული, როცა პაციენტი ექვემდებარება მკურნალობას, პირველი არის პაციენტის უსაფრთხოება. ჟორდანია სამედიცინო ცენტრი საქართველოში ერთ-ერთი პირველი კლინიკა თავისი დიდი ტრადიციებით და სამედიცინო, რა ვიცი, მთელი პლიადა გაიზარდა ცნობილი ექიმების, ხო? როგორ სათუთად და რა პრინციპებით უდგება თქვა პაციენტის უსაფრთხოებას? რა თქმა უნდა, პაციენტის უსაფრთხოება ეს არის პირველი, როგორც ექიმისთვის, ასე პაციენტისთვის და საერთოდ საზოგადოებისთვის, იმიტომ რომ ახალი სიცოცხლე იბადება და უსაფრთხოების პრინციპი მაღალ დონეზე არის ფაქტიურად დაცული ჟორდანიას კლინიკაში, რადგან ის არის უახლესი აპარატურით აღჭურვილი. ტექნოლოგიური უზრუნველყოფა არ გაკლია. კი ბატონო, არ გაკლია. პროფესიონალური გუნდი, რომელიც შექმნილია მეანების, ნეონატოლოგებისა და ანესთეზიოლოგების მიერ და რა თქმა უნდა, თბილი სახლური გარემოა ფაქტიურად. კარგია, ძალიან კარგი. საკეისრო კვეთა, ძალიან ისეთი პრობლემატური თემა. სურვილისამებრ თუ ჩვენებებიდან გამომდინარე. რა არის სურვილის დროს დადასტურების არგუმენტს რა გაძლევთ, როგორც თქვა მიანს და რა არის ის ძირითადი ჩვენება, თქვა გადაუდებელ შემთხვევებს მე არ ვეხები, როცა სასწრაფო ჩვენებებით ხდება. როდესაც გეგმიურად იგეგმება საკეისრო. მოდი მკაფიოდ გავსაზღვროთ, როდის და რატომ უნდა გაკეთდეს საკეისრო კვეთა. კი ბატონო, იმაზე შევთანხმდეთ ჯერ პირველ რიგში, რომ პრიორიტეტი არის ფიზიოლოგიური მშობიარობა, რა თქმა უნდა. აპრიორში, კი ბატონო. კი ბატონო, მაგრამ არსებობს რა თქმა უნდა ჩვენებები იმისა, რომ მოხდეს საკეისრო კვეთის წარმოება. არის აბსოლუტური ჩვენებები და შეფარდებითი ჩვენებები. არის გეგმიურად იგეგმება, რა თქმა უნდა. გეგმიური საკეისრო დგება, როცა არის, მოდი დავიწყოთ, მენჯის მიმდებარეობა, ის როცა აღემატება 3 და 600 პირდაპირ ჩვენება არის და ვაკეთებთ საკეისრო კვეთას. არის პლაცენტა პრევია. პლაცენტა პრევია ნიშნავს პლაცენტის მდებარეობა, წინმდებარეობა ყელის არხთან, ანუ პირდაპირ ჩვენება. სისხლის დენა, ნაყოფის გარდმომდებარეობა, როცა შეუძლებელია ფაქტიურად ფიზიოლოგიური მშობიარობა და დიდი ნაყოფი, ანუ 4 და 500, თუნდაც თავით წინმდებარეობა იყოს, ამ შემთხვევაში ნაწარმოები უნდა იქნას საკეისრო კვეთა. ვიწრო მენჯის თემა რაღაცა ესე ვიწრო მენჯი დგება მშობიარობის დროს, უკვე როცა მეორე პერიოდი დგება სრული გახსნის პირობებში, დგება უკვე ვიწრო მენჯის დიაგნოზი, იმიტომ რომ წინასწარ ვიწრო მენჯის დიაგნოზი დღესდღეობით კი არ დგება. კარგით, ეს არის პირდაპირ სამედიცინო ჩვენებები. სურვილი. აი, რამდენად სურვილი შეიძლება იქნას დაკმაყოფილებული? კი, დღესდღეობით უნდა დავიცვათ ზოგადად მშობიარის უფლებებიც. ეს არის რა თქმა უნდა, ექიმის მოვალეობა არის აუხსნას, რომ ფიზიოლოგიური მშობიარობა ეს არის უპირატესი, რასაკვირველია. არიან პაციენტები, რომლებიც პირდაპირ ითხოვენ საკეისროს და მათ აქვთ შიში მშობიარობის, რაც ასევე უნდა ინფორმირებული იყოს დედა და აეხსნას, რომ შიში აქ არაფერ შუაშია და დღეს შეგვიძლია ჩვენ მშობიარობის გაუტკივარებაც მოვახდინოთ და ამიტომ ყველანაირად ვცდილობთ რასაკვირველია, მაგრამ თუ ის კატეგორიულად ითხოვს, უკვე სხვა გამოსავალი აღარ დგება, რომ მაშინ ვეთანხმებით და ვაკეთებთ საკეისრო კვეთას. თუმცა ამ ყველა რეკომენდაციის, გასაუბრებების, ახსნა-განმარტებების შემდგომ. კარგით, საკეისრო კვეთის შემდგომ. რამდენ ხანში არის დასაშვები განმეორებითი შემდეგი მორიგი ორსულობის დაგეგმა?
უმჯობესი იქნება სრულად გავიდეს 1 წელი მაინც. და შემდგომ დადგეს შემდგომი ორსულობა. შემდგომ დაიგეგმოს ისევ ორსულობა. კარგით. ეხლა თქვენი დაკვირვებით, გამოცდილებით, თქვათ ანალიზით, წინა წლებთან შედარებით, თქვათ ხომ არ არის მატება ან კლება ნაადრევიან პრობლემური მშობიარობების? დღესდღეობით ორსულობის მართვა იმდენად კარგად არის ჩამოყალიბებული, ადრე უფრო მეტად იყო ნაადრევი მშობიარობები. თუმცა დღესდღეობით ხდება ამის კორექცია, ხდება მკურნალობა და ნაადრევი მშობიარობების რიცხვა და ნაადრევი მშობიარობების რიცხვი შემცირდა. ძალიან კარგი. საშუალოდ რამდენი ხანი არის საჭირო იმისათვის, რომ ორგანიზმი, დედის ორგანიზმი ორსულობის შემდგომ დაუბრუნდეს ჩვეულ ფიზიოლოგიურ მახასიათებლებს. საუბარი არ არის აქ წონაზე, მაინც და მაინც ამ თქვათ რაღაცა ჭარბი წონა დამიტოვა. ფსიქოლოგიურად და ფიზიოლოგიურად როდის დგება ორსულობის შემდგომ, მშობიარობის შემდგომ ხალი ჩვეულ რეჟიმში? საშვილოსნოს მოცულობის დაპატარავება, მათ შორის ლაქტაციის შემდგომი პერიოდი, აი ჰორმონალური ფონის დაბალანსება დაახლოებით. ზოგადად ლოგინობის ხანა, ანუ მშობიარობის შემდგომი პერიოდი 40 დღე ითვლება. შემდგომ უკვე ის ჩვეულ რიტმს, საშვილოსნოს ჩვეულ ზომას უბრუნდება და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ლოგინობის ხანა ნორმალურად წარიმართა. თუმცა ყოველთვის მაინც ინდივიდუალურია, თქვენ ახსენეთ ფსიქოემოციური მდგომარეობა, იმიტომ რომ ზოგჯერ არის ხოლმე მშობიარობის შემდგომი დეპრესია, რომელიც საჭიროებს განსაკუთრებულ მოვლას და ყურადღებას. ამიტომ ამ შემთხვევაში უკვე ფსიქოლოგის ჩართულობაც საჭიროა და აი ეს განსაზღვრული დრო იმისა, რომ ის ნამდვილად რეაბილიტირებულია მშობიარობის შემდგომ ვერ ვიტყვით. ეს ალბათ ინდივიდუალური მიდგომით უნდა გავსაზღვროთ უფრო. ნანა, თქვენ როგორც ექიმი, მე ან გინეკოლოგი, სამსახურის ხელმძღვანელი ხო ამ ხელა კლინიკაში. რა მთავარ რჩევებს აძლევთ ხოლმე ორსული როცა მოდის თქვენთან? აი რას ურჩევთ როგორც ექიმი? აი მარტივი რჩევები, რას ურჩევს ნანა ექიმი ორსულ ადამიანს? ჩვენ მედიცინაზე ბევრი ვისაუბრეთ. აი მოდი ესე ადამიანურად თქვენ. რჩევები, აი მინდა ყველას აუხსნა და ვუთხრა, რომ ორსულობა ეს არის ძალიან სასიამოვნო პროცესი, როცა ქალი ემზადება ახალშობილის დაბადებისთვის. და თუ ის ყველა იმ რეკომენდაციას გაითვალისწინებს, რასაც ექიმი ეუბნება და ის სრულად ინფორმირებული იქნება, მაშინ ორსულობა იქნება ძალიან სასიამოვნო პროცესი და მშობიარობაც ასევე. ეხლა რაც შეეხება მშობიარობას, აი ეს შიში, რომელიც უნდა დაძლიოს ქალმა, მთელი ამ 9 თვის მანძილზე უნდა მოამზადოს საკუთარი თავი, რომ მოხდეს ადაპტაცია, შეგუება იმ პროცესისა, რომ მშობიარობა წარიმართოს ფიზიოლოგიურად. თვითონ მშობიარობა 3 პერიოდისაგან შედგება, ეს არის პირველი პერიოდი, ყელის გახსნის პერიოდი, შემდგომ მეორე პერიოდი არის ნაყოფის დაბადების და მესამე და ყველას. აი მინდა აქვე აღვნიშნო, რომ ბევრი მეკითხება, რომ როგორ შევიგრძნოთ, როდის გვეწყება მშობიარობა. და აი ეს პროცესი ძალიან განსაკუთრებულია ყველასთვის, იმიტომ რომ ეს მცირედი ტკივილები თითქოს რაღაცნაირად აღვიძებს ქალს იმისა და აგებინებს, რომ მშობიარობა უნდა დაიწყოს, მაგრამ მინდა უთხრა, რომ როცა ის რეგულარულ სამშობიარო მოქმედებას მიაღწევს, ანუ ყოველ 10 წუთში, 5 წუთში ერთხელ დაიწყება ტკივილი, აი მაგ შემთხვევაში უნდა მომართოს. და რაც შეეხება შეგვიძლია გაუტკივარების გამოყენება, ანუ ეპიდურული ანალგეზია, რომელიც ჩვენს კლინიკაში ძალიან კარგად არის დანერგილი და შეგვიძლია რომ შევთავაზოთ და ის მოცდის პერიოდი, რომელიც ყველაზე დიდი შიშით არის მოცული, რომ აიმე ეს ტკივილები როგორ გადავაგორო, აი ამ პერიოდს სრულად თავისუფლად გაივლის და დაიბადება ჩვენი პირმშოც. აქვე მინდა შევახსენო ჩვენს მაყურებელს და თქვენთან პაუზას ავიღებ ძალიან მოკლედ, რომ ჩვენ წარმოდგენილი გვაქვს Sign Pharma-ს შესანიშნავი პრეპარატი, ეს არის D ვიტამინის პრეპარატი, ასე ვთქვათ. შეგახსენებთ, რომ ჩვენი პარტნიორია გერმანული კომპანია Sign Pharma-ს წარმოებული პრემიუმ ხარისხის D ვიტამინი. ორსულობის პერიოდში D ვიტამინის დეფიციტის შესავსებად ეს მარტივი, უსაფრთხო და ეფექტური გზა გახლავთ. D ვიტამინი, როგორც ვიცით, აუცილებელი ნაყოფის ძვალსახსოვანი, კუნთოვანი
იმუნური და ნერვული სისტემის სწორი განვითარებისათვის მუცლადყოფნის პერიოდში და აძლიერებს დედის იმუნიტეტს მათ შორის. სწორედ ამიტომ გთავაზობთ საინფორმას D ვიტამინს, რომელიც იწარმოება გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გარეშე გლუტენის, ასპარტამის, გერმანიის კანონმდებლობით აკრძალული კონსერვანტების, ხელოვნური საღებავისა და არომატიზატორების გარეშე. ინიშნება ორსულობისა და ლაქტაციის დროს ექიმის მეთვალყურების ქვეშ, რა თქმა უნდა. ტაბლეტირებული და წვეთების ფორმით. გავაგზავნეთ ნანა. გვაქვს ეგეთი რუბრიკა მითები და რეალობა. დღეს მოდაშია მითი და რეალობა მედიცინაში ძალიან ახლოა, იმიტომ რომ უამრავი მითია და რეალობა მხოლოდ რამოდენიმე შეიძლება იყოს ამ მითებთან მიმართებაში, ხო? პირველი, თუ ქალი ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს მიიღებს და იმ პერიოდში დაორსულდება, ბავშვის ჯანმრთელობას ემუქრება საფრთხე. მითია თუ რეალობა? თუ სწორად მიიღებს ჩასახვის საწინააღმდეგო არ დაორსულდება. არ დაორსულდება. მაგრამ თუ არასწორად მიიღებს და ამ პერიოდში თუ გამოტოვებს იმ პერიოდში მაგრამ ის საფრთხეს არ უქმნის არანაირად. ორსულობის დროს თმის შეღებვა, ფრჩხილების ლაქის გამოყენება და კოსმეტიკური პროცედურები აკრძალულია. არა, რატომ შეუძლია რომ გააკეთოთ თმით შეიღებოს, ფრჩხილებიც მოიწესრიგოს და რაც შეიძლება ლამაზი იყოს ორსულობის დროს. ბოტულოტოქსინის და შემავსებლებზე ჩვენ მანამდე უკვე აღნიშნეთ და ხარისხს უნდა მიაქციონ ყოველთვის ყურად. რასაკვირველია. კარგი. თუ ქალი დაორსულდა ჩასახვის საწინააღმდეგო აბების მიღების დროს, ბავშვი აუცილებლად დაზიანდება. არავითარ შემთხვევაში. კარგით. ორსულობის პირველ ტრიმესტრში მუცელზე დაწოლა სრულიად უსაფრთხოა. უსაფრთხოა. მენსტრუალური ციკლის დროს შესაძლებელია თუ არა დაორსულება? შეუძლებელია. შეუძლებელი. კიდევ ერთი მითი ნანა, რომ საკეისრო კვეთის დაბადებული ბავშვები არიან უფრო სუსტები ვიდრე ფიზიოლოგიური მშობიარობის დაბადებული. ბრძოლის უნარიანები უფრო ფიზიოლოგიური მშობიარობის დროს, იმიტომ რომ ის იმხელა ეტაპს გადის, ისიც იბრძვის მშობიარობის დროს. და საკეისროს დროს ესე უცბად დაიბადება. ანუ მაინც ისევ ხაზგასმით ვამბობთ, რომ ფიზიოლოგიური მშობიარობა ბევრად უფრო cool არის, როდესაც ბუნებრივია საკეისრო ჩვენება არ არის. კარგით. ტკივილ გაყუჩება, ანუ იმ პერიოდზე, რომელიც თქვენ ახსენეთ მშობიარობისას, აისახება თუ არა ბავშვის ჯანმრთელობაზე? არანაირად არ აისახება. არანაირად არ აისახება. ძალიან კარგი მითებიც დავამსხვრიეთ. დღეს სტუმრად ყავდა ჟორდანიის სამედიცინო ცენტრის სამეანო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, წამყვანი მეან-გინეკოლოგი, შესანიშნავი ადამიანი, პროფესიონალი, ქავტონი ნანა ვახანია. ნანა, უდიდესი მადლობა პოდკასტში მოსვლისათვის. ორსულობა ძალიან მაგარი თემა არის და შეიძლება უამრავი ისაუბრო ამ თემის გარშემო, მაგრამ შევეცადეთ მოკლედ და კონკრეტულად, მაინც ძირითადი მონახაზები გამოგვეტანა ჩვენი მაყურებლისათვის. მადლობა თქვენ წარმატებები, ჟორდანიის კლინიკას წარმატებები და ჩვენ პოდკასტის მაყურებელს შევახსენეთ, რომ მოიწონეთ ჩვენი გვერდი და დიდი სიამოვნებით გავაგრძელებთ თქვენთვის კიდევ შემდეგი ეპიზოდების კეთებას. მადლობა.